ხალბატონი ნარგილის ნაბადობის ყველას დაგუოცხო. ჯანმრთელობას გისურვებ, კარგადობას გისურვებ და აი რო არ გითხრათ გული გამიშხდება. ძალიან დიდი მინუსი თქვენ. 22 პუნქტი დამაგარიგეთ, შევხვდები წელიწადში ერთხელ, რა იქნება? აუცარი. ისე ხარდას სიყვარული ყოფილიყო სპეში. ასე გამრავლება ყოფილიყო თქვენ მეგობრების კიდევ მოსულიყავი შემსებული ყოფილიყავ და ყველა სიძეზე დაგეძახეთ. გეგმის რაღაცა დიდი სიტყვა. გამარჯობა ყოფილიყო ალექსანდრე მასტაბერს დაგილოცავ, რომელიც გასწავლა თუნბერჩი და ფოცხელთან ერთად არის. ნამდვილად ეს ასხარო. ყველა ხელმძღვანელს სწავლობს, ორი ხელმძღვანელი ახლა ამ წუთასაგა, ორივე თავს უსვამს. ასე შეხვდა ერთად ეს მეგობრობა, ძველი მეგობრები და ერთად ხარ. გამარჯობა ყოფილიყოს, კარგად ყოფილიყოს და ასე გაგზელებული იყოს. იმის არ იყოს ამდენი პომანი დამაკარგიათ ბიჭო და ეგება ეშოროს თქვენ მაგიდას და ზოგადად. გამარჯობა იყოს თქვენ. თქვენს უღარდონაშენებთ. ჩვენ ჩვენი ვაღიარეთ და თქვენი სამეგრელოთ დავლია ყველა თქვენთაგანაც. რა თქმა უნდა, მაღალი უფალი ღმერთი თუ არა, ჩვენ ვერ შევხვდებოდით დღეს. მისი ნება იყო. მე მინდა, რა თქმა უნდა, თავიდანვე აღნიშნო ერთი დეტალი, რომ ჩვენ დღემდე მოვედით კლასელები. ვინსად არის, ვინსად შრომობს, ვინსად მოღვაწეობს. ბევრი თანაკლასელი დღეს მიზეზის გამო, იმიტომ რომ უცხოეთში არიან. ჩვენი თანაკლასელი გენადი მაგარაძე უკრაინაშია. ჩვენი ადემ პუტკარაძე რუსეთშია. სმოლენსკი ბატონო და კიდევ რამოდენიმე თლად ყველა ინფორმაცია არ გამაჩნია, არის კიდე ერთი რუსეთშიო. გადამოწინება ნათელა ხო მახარაძე. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ მათ სულითა და გულით დღევანდელი დღე უნდა და დაყოფნა, მაგრამ ვერ მოვიდა. მაგრამ მე ხაზი მინდა გავუსვა იმ დეტალს, რომ ჩვენი სკოლის პერიოდში ჩვენი სკოლის დროს ჩვენ ერთი ლამაზი გოგონა გამოგვაქვს თანაკლასელებს. და მე მინდა მისი ხსოვნისა და მოგონების სადღეგრძელო თქვა. მე ერთი ვიცი შეიძლება ვინმე თქვას ორი ანზორიეს მახალაგიძეებში სწავლობდა, ამიტომ მე მისას ჩვეულებრივად კი არ გავატარებ, მე მის გულით მოვიცენებ, მაგრამ ის რომელიც ჩვენს გვერდში იჯდა გორიდან ნუნუ პუტკარაძე თუ არ ვცდები. მაგლაც საოცარი. რამოდენიმეჯერ ჩვენ მე მურმანი კლასშიც რამოდენიმეჯერ მივშველები ვართ მაგ გოგონას და ალბათ ძალიან მწარე და მტკივნეულია. მერტმა გაანათოს მისი სული. მერტმა ნათელში ამყოფოს. მე მინდა დებატებს არ ექვემდებარება განხილვას. ძალიან ვთქვით როგორ და რანაირად მეგობრებო. ეხლა წამოუდგეთ და ყველამ ერთად ერთმა დავლიოთ ყველა წასულების და მათ შორის ჩვენი თანაკლასელები. ჩვენ ერთადერთი გოგონა გვაკლია ჩვენი თანაკლასელობიდან და ამიტომ მისი სულისა და ხსენებისა იყოს. სონა იყოს. ამინ. სკოლა ერთ-ერთი გამორჩეული იყო ზემოთიან აჭარában. ერთ-ერთი ოქროს სამჭედლო იყო შვახების რაიონში, სადაც მრავალი ადამიანი დაფთიანდა, დაიზარდა, მრავალი ბიზნესმენი, მრავალი მეცნიერ მუშაკი და მრავალი ნიჭიერი ადამიანი გამოზარდა ჩვენმა საშუალო სკოლაში. მე ოქროს სამჭედლო მეთქი ტყუილად არ მithქმია, იმიტომ რომ ჩვენი კლასელებიდან თუნდაც პატარა აი ამ პატარა მონაკვეთით რო ავიღოთ ორი
ორი მე-10 კლასი ვიყავით. და თელ საქართველოში ვართ ეხლა ოფენი, ვინ საჭიროებს, ვინ სადმოღვაწეობს და ასე შემდეგ. მე პირველ რიგში ის პედაგოგიური კოლექტივი, ვინ ჩვენ გაგზარდა, ვინ ჩვენ ფეხზე დაგვაყენა, ვინც დღევანდელი დღე ჩვენ მოგვანიჭა, იმ ხალხის ხსოვნისა და მოგონების ადრეგზელო მინდა დავლიო. მე მინდა პირადად ხაზი გაუსვა და ძალიან მნიშვნელოვნად აღნიშნო ეს ადამიანები. ალბათ არავინ არ ჩამითვლით ზედმეტობაში მე დარწმუნებული ვარ. ყოლადაური საშუალო სკოლას ამშვენებდა უმშვენიერესი პატრიოტი ვაჟკაცი პიროვნება შალვა ქარცივაძის სახით, რომელიც წლების განმავლობაში რუდუნებით ემსახურებოდა სკოლას, სოფელს, ხეობას და მთლიანად აჭარას მეგობრებს. მე მინდა გავიხსენო მიხეილ მაკარაძე, ისტორიისა და ისტორიის პედაგოგი, სამართალმცოდნეობა ისტორია, რომელიც ყველა ჩვენთაგანს გვახსოვს თავისი მოფერები, თავისი კაცობით, თავისი ზრდილობიანი ცევითა და რა ვიცი. მე მინდა გავიხსენო პიროვნება უსაზღვროდ დიდი გუმბერაზი პიროვნება ოთარ იაკუფისე მაკარაძე, ნიჭი, ტალანტი, გენია, აუწონავი, აი მის ცოდნასა და მის ენერგიას ვერ აწონითი მეგობრებო. მე მინდა გავიხსენო შოთა მიქელაძე, რომელმაც ჩვენ პირადად ქართული შეგვაყვარა, ქართული მიწა შეგვაყვარა მეგობრებო, თავისმა თუნდაც ქცევებმა, თავისმა უნიჭიერესმა ტალანტმა. მართლაც მის გაკვეთილებზე ვიყავით აი რაღაც სხვანაირი ენთუზიაზმით, სხვანაირი შემოქმედებით ვიჯექით მეგობრებო. ის რომ გაკვეთილს გვიხსნი და ის ალბათ იმ სამყაროში დაცურავდა, სადაც რა გაკვეთილზეც იყო საუბარი. მე არასდროს დამამიწყდება მისი ნიჭი, ტალანტი და მის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი. მე მინდა ხაზი გაუსვა და რადგან მამა იყო იმდობა. ამისენა პრეტი ასეთი მომენტი სვანებული სტალინალის უსტობიხსინა რაოჩე ორი გაკვეთილი გადა. მიხეილ აზარჩი შევიდა ორი გაკვეთილი გადა. გადააბა ქართული და გადააბა იგი ბიოლოგია. და ვერ გამიყვანეს გარეთ ჩვენს რაგვაყენა იგი და პერიოდი მიხეილ აზარჩი შევიდა გახსოვს სადა არის. სპარტანა კაბინეტში პროგრამები. ო და კაროჩი აზარჩი და ძლიერ შამოვიდა ვაჟაბიძე ესენი ვიდეო სასაუნაწილი იგი შამოვიდან და შოთაბატონო გამოდიოდა. ორიგად მესამე გიმოდიდი ვაფავს და იგი. ხოდა ნათეში ამბობ მისი სული მე როსო ყოლადავის პედკოლექტივის ძალიან ძლიერი იყო და ყველას მინდა რომ ასეთი ძლიერი სული გააჩერდეს. ერთი ახლა ბევრი რაფერი თქვა და ახლა და შეიძლება ჯემალის დაავიდა შოთა ქარცივაძე იყო აგე ჩვენი ილიას მოამისი დიდი ეკუთვნის და შიტყვა და დიდი მომახული უდიდესი რაღაც გააკეთა ყოლადავის ჟენერალი ექსპერტი იყო ბაბადოს მიზონი და სულ ყველასი ნათელი სათელი ყოფილიყოს იქა რა. თინა დაგაჯარებებ და მოусმინოთ ერთმანეთს. აი და საჯარებს რავი გაკვეთილზე რა თემას ავდა ყოფილებო რა აი გაკვეთილი ბიოლოგია რაღაცა ხო თავისებური სპექტაკლი თუ კაც აი მაშინდელი მოსავლობიო მისი აზარტი ისეთი ენერგეტიკი თუ ხოც ხამის აკეთება ყველაფერს. ალო დაიგარგოს ეს პროშო, ალო დაიგარგოს. რაღაც ეს კონდა ეს მასი გამისი. მე
ახლა გლობალი მოიყვა და მე დაგვიჯერა. ვისაც თუ არ უწევს საბრძოლო ერთმანეთს მოუსმინოს ძალიან ხო ალექსანდრე მასლევი შემაჯამებელი იმას გააკეთებს და გამოთქვამს მე თქვენ აგიქნე ხო არა ბოდიში მაშინ დავლოცავდი ჩვენ მართლა ძალიან კარგი ჩემ მასალებს ვის გაბრძოლა და დავწერა ვერც იქ სადაც არიან ხო იქ ამბობს ყველა კარგად მართლა ძალიან გულიდამწყებს რომ მართლა არ ვიცოდი რომ მე ვიცოდი მარტო ვაჟამასალებელი რომ დაიღუპა და ოთამასალებელი დანარჩენია მართლა არ ვიცოდი და ახლა დღეს რომ ჯემალიმ რო ეს ყველაფერი რომ გადმოსცა ხო ფეხებიდან ძალა გამომივიდა რა სრად ხალხი ცერლები გამომივიდა რომ როგორი ადამიანები როგორი საყვარელი ადამიანები წავდნენ ამ ქვეყნიდან და ღმერთა იქ ამყოფნო კარგად და მამუკა ჩამოვიდა და მითხრა ვაჟამასალებელი დაიღუპა მგონი მამა წარმოგიდგენია რომ ხნაში რომ ვიჯექი ხო ტილოდი ტილონა გოგონები ხო ბაბუა ხوار მომდა ხوار დაიღუპა მოთხარ ბაბუა არ დაუყურა მაგრამ ისეთი ადამიანი დააყდა ყველა დაუს ისეთი ადამიანი რომ იშვიათად რომ კი ყველა კარგები არ ყველა კარგები რომ მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებით ადამიანი ძალიან ძვირფასია და ჯერმა დავლოცავ როგორიც აქილოს რომ მე ვიცი 100% იქაც ისეთი იქნება ისე მოემსახურება იქაც ვიცი არიან და მე ძალიან უცნობი ვარ და მე მჯერავს იქენ ერთად არიან იქაც და იმედია რომ ჩვენ იქ დროულად წავალ დახტებიან და დავლოცავს ყველას და ყველა ამ სამეგრელოს ატოლოჯება ამ სამეგრელოს ბევრი საუბარი არ მოაქვს მაგრამ თამადისა და თქვენი ნებართვით მინდა ეს საფრთხე ამ სამეგრელოს შესახებ ცოტა სწრაფად ვისაუბროთ მოუხდა ალექსანდრე მაგარაძის შოუნისა და უკდავყოფის სამეგრელო იყოს სულ არაფერი არ გააკეთებინა ვაჟამა კარაძეს დაწერა ისეთი დიდებული წიგნი ჩემო სკოლაო მაღალ მთაზე ტაძარივით დადგმულო რომ ის ჩვენი სამაგიდო წიგნია და თქვენებას არ დაუკითხავს აუცილებლად უნდა წაიგეთ ის შოუნისა და უკდავყოფის სამეგრელო იყოს 1959 წლის შემოდგომა მიხეილ მაშონოვი ვიტარეს მიხეილ ალექსანდრე მაგარაძე ვიტარეს ღიაგაკვეთის ისტორიაში რუსეთ იაპონიის ომის შესახებთან გამომიძახა მოსახოდა მოუღები გაკვეთილი კითხა და უყაშუხე რამდენი კითხა იმდენი უყაშუხე და ახლა ნიშანი უნდა გამიწეროს სკოლის დირექტორი იყო შოთა ქარჩივაძე ილიას მამა მიხეილ მაშალევას არ ათქმევინა სიტყვა და თქვა გაჩერდი მიხეილ გავიდა და თქვა ნებიზია შეხუთი აშკიცერ ყველა დავლის საშუალო სკოლას ოქროს მედალი დამთავრდა მედი არ გინდა გაცო ოთავა ყველა მასალები რომ ალექსანდრე მაგარაძე ოქროს მედალი დამთავრდა საშუალო სკოლას ისი ხსოვნისა და უკდავყოფის სამგრელო იყოს გავიხსენებოთ ამ მასალებს ძალიან საინტერესო რამ უნდა გითხრათ ხოთ მომისმინოთ ხშირად ვედაოთ ამ მასალებთა პედაგოგიური კითხვაზე ბათუმში იმყოფებოდი და კლასის ხელმძღვანელთა თათბირის მასალის თათბირის ისა კლასის მასალები ვიყავით და თემა უნდა ზაგროვით 22 თემა იყო წასაკითხი მე 14 ვიყავი მე ეშვიდანა იყო ოთარ მასალებელი ახლა რა უნდა გითხრათ ახლა 22 კაცს ახლა უნდა მოусმინო გასო 5-6 კაცს ვარო წაიკითხა მე შიდა აღარ მოусმინეს და იქ ზის განათლების მინისტრის წურუგიზე ალექსა გობრონიზე ასლანის მოადგილე მთელი აჯარის შეურის საზოგადოება, დირექტორების, სასწავლებლების გამგეები, რაიონის განყოფილების გამგეები. და მე 14 ვიყავი, არ მომიშინეს, მოკლედ კარგად და სადა უკმაყოფილო დავშიდი. ახლა ვეღარ მოგიშინოს და ოთარ მასალებელი არის მე-17. გამოვიდა. დაიწყო ნაგლაჯი ფუცერის არკვანი. მოკაიტალა. ისეთი 15-20 წუთიანი და მაშინ არ შეარი მოხსენება წაიკითხა. ორაშობე კაცი ის და თქვა ყავზე დაუდგა ყველას და როცა დაამთავრა 200 კაციანი დარბაზი ფეხზე წამოდგა და ხუხარე ხამზლივით არჩი დააჯილდოვა აი ასეთი კაცი იყო ოთარ მასალებელი ხუხარე ხამზლივით ამით არ დამთავრებულა
საქმე. ერთი ნახევარი ვიღაცა უკანა რიადებიდან მოდის კაცი, ცოტა კოჩილი კაცია და მოვიდა თამაშალებს გადაეხვია. აკოცა, თურმე ის იყო ჩვენი ყოფილი რაიკომის მეორე დივანი აზორ დავითაძე, რომელიც ხატრული სიტყვის ოსტატი იყო და საქართველოში ვერავინ დააჯარებოდა და თამაშალებს ესე განასვიფრა, რომ გადაეხვია აკოცა და დარბაზი მეორეჯერ წავადგა ფეხში. ისე შაურის და უდავების სატრიზებელია. დიდებული მასალებელი იყო შოთა მიქელაძე. ჩვენ დაგვევალა მე და შოთა მიქელაძეს სამი უნდა შეგვეტარებინა პოლიციავა თემაზე რა არის ბედნიერება და როგორ წარმომიდგენია იგი მე სამ მოსავლე შემოაგრადებ მითხრა სამს მევამზადებ გიზველ სოციალისტურ შეჯიბრებაში ვინ უკეთესად გამზადებს მოსავლეებს და პირველ მოსავლის მოხსენებაში შევკრებ მასალებს სანამ დარბაზში შევიდოდეთ რომ წავკითხავ მასალებად და წინაშე ვირაჯობა შოთა მიქელაძე თვალ ეშადეო გარაში გავქნა შოთა მიქელაძე ზაფერაჯოება სტალინუშკი მედიაზე დამთავრა ინსტიტუტი სკოლადავრებმა გლეხის კასე გლეხის შვილმა ვიფიქრე სუდად არის საქმე და მე მანამდე კარაპეტის ვაზირია სკოლაში მუშაობდა იქ მუშაობდა კორნელ ივანეს ციხლაც უზარმაზარი ლიტერატორი და ის და შოთა მიქელაძე ლიტერატურაში დაეჯახებოდა ერთმანეთს საზებიები მარტო გესმინა ეს იყო დიდებული რაღაცა და სანახაო იქიდან წასული იყო და მუშაობდა სამტრედიაში გაზეთის რედაქტორის მოადგილე ახლა რომელთა შეთამაშალებს ისე არის მithქვას ვაფრინე წერილი ამ დასთან კორნელი შიფაძესთან უთხრა ღონისძიება ტარდება თემაზე რა არის ბედნიერება როგორ წარმომიდგენია იგი მე სიტყვაში გამოსვლა მისცემს და შენი ხედვა მინდა გამომიჟავნებეთ მე შვიდე დღეს შვიდი ბაშნელი ფურსით მოვიდა დაწერილი მომეწონა გადავაფერე ბავშვის სახელზე და მოვიდა ახლა ერთ დღე რომ შოთა მიქელაძე შეგრიბა ეს მასალები და ახლა მისი მოხსენებას უნდა დაიგეთქვეს და შემის მომეცეთ შენი მოხსენება შეწაიგითხა კითხულობს და იქნებს და საჭირო არის სამხანაგებო მე ალექსანდრე მაგალითი დიდი ერუდიცი სადაც სონდის წინაშე მე მიქელაძე ქებს ვიხდი და მოგიძრე აი ასეთი აფიქავდა ჩვენ და დიდებული მასალები იუჟარ მაკარაძე ისუ მაკარაძე შაქრო კუტკარაძე ვლადიმერ კუტკარაძე ყველაზე რაღაცა საფუძველი მოხსნა ახლა ხომ მოგვიდილავდი ახლა ერთ რამას ვიტყვი და ჩვენ დავამოლავეთ მე თო დიდებულო იმ დიდებული ხალხი იმ ქვეყნად დათელში ამყოფე ამინ დათელში ამყოფე ამინ დათელში ამყოფე ამინ აი ეს ისე შეიძლება და ერთი ათი ბაგაც მეტი ეჭოცრა რა ხო ძუძელია კაცი მე მგონი შევახსოვ მე მორიგის ადერგზელო მინდა შემოგთავაზო მორიგის ადერგზელო ეკუთვნის პიროვნებას და ალბათ დამერწმუნებით რომ ის პიროვნება რომ დღეს აქ ყოფილიყო ჩვენი სუფრასულ სხვანაირი ელფერსა და ლაზაც მიიღებდა ჩვენ ვინც პირველი მეორე მესამე კლასში დაგვაფთიანა ყველა თქვენთაგანს ეხლა ჩვენ ცოტა მაღალ ასაკში შევერდი მაგრამ მე პირადად ვიტყოდი ჩვენი სკოლადავრის საშუალო სკოლის მაგალითს და თქვენ ალბათ თქვენი მასწავლებლები გაიხსენეთ ეს გახდათ ღვაწლმოსილი პედაგოგი რომელმაც ეხლახანს საქართველოს თუ არ ვცდები პრეზიდენტის ჯილდოც მიიღო დამსახურებული მოღვაწეობისათვის რომელმაც ჩვენს აღზრდაში დიდი წვლილი შეიტანა მეგობრებო უსაყვარლესი ჩვენი ლეონიდა მასწავლებელი გავმარჯოს მეგობრებო ლეონიდა მასწავლებელი რა თქმა უნდა ლეონიდა მასწავლებელი მე ძალიან დიდი სურვილი მქონდა მის შვილსაც ვთხოვე ილია ჩემთან მოვიდა მანქანას გავუშვებ გავაგზავნით მოემსახურებით ჩამოვიყვანოთ მეთქი ძალიან შეუძლოთ არის ამიტომ თავს უფლებას ვაძლევ რომ ხმამაღლა ვთქვა ჩვენ აღზრდელ მშობელს რომელმაც მართლაც
ის იყო არა მარტო სკოლის პირველი, მეორე, მესამე კლასის ჩვენი ხელმძღვანელი მასწავლებელი, ჩვენი მშობელი. და დღემდე ის იმ მშობლის მოვალეობასა და ვარს იხდის ჩვენს წინაშე მეგობრებო, რომელმაც წყალტუბოელმა ქალმა ბოლადაურში ლამაზი ოჯახი შექმნა და წილად გვერდო ბედნიერება, რომ მისი შვილი ერთ-ერთი ჩვენი კლასელი ყოფილიყო, ილია ქარციბაძე. კიდევ ერთხელ ილო, ვეფერები, დედიკოს, უსურვებ ჯანმრთელობას, გამოჯანმრთელებას, ხანგრძლივ და ლამაზ ბედნიერ საამურს სიცოცხლეს. ეს ჩვენი ლამაზი, მიზღვნილი, სამეზრელო სულითა და გულით მოგლეჯილი ეკუთვნის მხოლოდ დაწყებითი სკოლის პედაგოგებს მეგობრებო. კი ბატონო. კიდევ ერთხელ მე მინდა ცოცხლების არის, მაგრამ ფეხზე აუდგეთ და პატივი მივაგოთ მათ დღევანდელ სიცოცხლეს, რომ ისინი აგრძელებენ, ცოცხლები არიან და თუ ვინმე წასულია კიდევ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ზოგი მახალაგიძეებში იყო, ზოგი გორისა და პაპოშვილების დაწყებითები, ამიტომ თქვენი მასწავლებლები გაიხსენეთ თუ არიან ცოცხლად ვადევნებთ თუ არა და ასევე მოვიგავ. გავამართლე ჯემა გვერდები ნამდვილად სადღეგრძელოს ძალიან ძვირფასი საკითხია. მე ლეონინა მასწავლებლის მასწავლებლობა არის ლეგენდა და მე ვიცი ძალიან კარგად. ლეონინა არჯევანიძე დიდებული მასწავლებელი, დიდებული პედაგოგი თავის დროზე და ახლაც ესე იგი მისი სახელი მართლაც და მე გილოცავს, აი თქვენი მასწავლებელი იყო და მე გილოცავს, ესე იგი მერტმა გამოაჯამრთელობს. მე ამასთან ერთად უნდა დავამატოთ, მე მყავდა დაწყებითებში მასწავლებელი ალექსანდრე მახარაძე, მე მინდა ალექსანდრე მახარაძეს სამეცნიეროში სულით მურით და ყოველთვის ჩვენ მაგ მახსოვდება რა სანამშეთ სვალი ვიქნებით, იმიტომ რომ ძალიან დიდი წვლილი მეუძღვის ჩვენს ჩამოყალიბებაში, აღზრდაში, აი ფეხზე დგომაში და ეს ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს, იმიტომ რომ ახლა ალექსანდრე მასწავლებელმა როგორ თქვა, სიტყვა ამათ ჩემს სასწავლე მე მასწავლე და შეიძლება იმის უკანასკნელობასაც კიდევ ასწავლე და იმიტომ რომ ახლა ძალიან მადლიანი ქალი, ძალიან განათლებული, ჩამოყალიბებული ქალი, ჩვენი სოფლის ძალი და ჩვენ მის ყველა შვილები. მერტმა ჯანმრთელობა არ მოუხელა ჩემო ელობას. ამით. მე მინდა უსულო ვარ. ნამდვილად მიდევს მინას ამბობ საფრთხეებში აიგულებოდნენ დიდი ენთუზიაზმი ძირში დაგულით მინა შევეცი მინერალოზე გალბატონი ლეონინა მიგელა ხაბჯიბაძე რომელიც ორადავი სკოლის დაწყებითი მასწავლებელი იყო ამასთან ერთად მე მინდა დავუძო ალექსანდრე მახარაძე რომელმაც მე პირველი ალბანი შემასწავლა პირველი ასო შემასწავლა და ბეჟან ხაბჯიბაძე ქარჩიბაძე. მესამე კლასში მოსწავლე ბეჟან ქარჩიბაძე. და წევი ხარ ფარმერები.
ბაზა. ალექსანდრე მიცოდა ზემა. ბაზა პონდია. ალექსანდრე მიცოდა კარიკატურა დომიცებს და მეორე ნადევაზე ნამლაშია. ზენა მასშტაბი შენი ნატურალია ნამლაში ბრალე. მასალებია მანიკედანიზე ზეიდანამდე ქებულიგერა ზედა მახალმა მოგემ. ანუ გასაღები დიმოფაგნებდა. ჯება ერთ რამეში შევთანხმდით, რაც მოვა. ერთმანეთს მოусმინოთ და პაუზას როგორ მასწავლე ერთმანეთში მივეღებაებოდეთ. მე უყურე, რომ თამადას ჯარიმატში უწევს. აბა ჯარიმატში შეწევა ახლა ჩვენ მივაყობ, მაგრამ უშინელობაში ბაკონს და კუთხეში დავაყენებ. მე მასწავლებელი გიცოლაებები რა, პრობლემსაც ასწავლები. ეს მასწავლი და. ეს ალექსანდრე მასწავლი. მე ჯანმრთელობა მისცეს. დიდხანს ესოსორს ეხარო შვილებით, შვილიშვილებით და მრავალი თაობა. მართალია ის როგორც პედაგოგად აღამშოვს, მაგრამ მის მეზობელს, მის შვილებს, შვილიშვილებს კიდე ზდის და დიდხანს ეზადებს. დავლოცავდი. მასწავლებელი იყო ჩვენ სწორეგზაზე და გვაყენა ბევრი რამე შეგვასწავლა და სიჯამთელეს ვუსურვებ, კაი დღეების გატარებას ვუსურვებ, ისი ცხოვრების განცეზე და სულ კაი დღით ყოფილი. ალექსანდრე ჩადაგდო ამოიწუროს მაშინ და მე ვიცი რა ვერ გამოვდივარ თქვენის ვიდეოში. არა, ვერ უნდა გამოვდივარ. მე ის მასალა. ჩემი უსაყვარლესი მასალები. უსაყვარლესი მასალები. მათელა ფუტკარაზე ნადავლოს. რომელსაც დღეს როცა გავიზარდე, ისოლო მასალებს ვეძახი. მაგარ მასალას წადაკითხვა. მეორე მესამე კლასში ბუგზარ ფუტკარაზე მასწავლდა ის ხონებული. მაგარ მასალა გამარალი ვისწავლა და დღე ვარ ბუღალტერი მითი. მე სამ კლასში ვისწავლე, ის მერე არაფერი არ ვისწავლე. იმის მერე მაჭაბა ვისწავლე, დღეს კიდე ვაკეთებ ბალანსი. გამარჯვეს. ერთ სიცოცხლეს უსურვებ ხალხის მეორე ცხოვრებას მეხალათები. მე თმაგაშენა მე და საკომიტის პედაგოგები ვინც ჩვენ არის განიგბაშალე არჩევებული და ყველას ვერ ჩაფასებოდა რომ მე სულს მას სხვაგან დავიწყე საუბარ და მე თქვენ გამოვიდი ამიტომ არ შემიძლია რომ ყველა ჩამოვთვალო და დალოცვა შემიძლია მერთმა გავღარჯოთ მათ ცოცხლები არიან აცოცხლოთ მერთმა ადიდოთ მათი იცვალებულები თუ არიან ადეში ამბობთ მერთმა ამოიწურა. ნანი იყო კალა ამოიწურა საქართველო. ავაწურულია სახელმწიფოები აი გამოვხმოთ შეიძლება არ ვარ მართალი მაგრამ ხოლმე ერთი კაცი სატელევიზიო შემშვა და ის კაცი სატელევიზიოში ძალიან დიდ პატივის შემაშა და სიყვარულში მსახურობს მერეფრიდა. ყველადაურის ვერ მოხარს. ყველაზე იფსოვან კაცს, ყველაზე ნიჭიერ კაცს. ყველადაურის და მარეთის ხევის ხელმძღვანელს. ბატონ